მე დამაკავეს იმის გამო, რომ ჩემთან მე და ჩემთან ერთად ყოფებს თავდადოსთან იტუშკა და ეს არანაირი პოლიცია დაყოფილა ეს იტუშკა, რომელიც თავდადოსთან, რომელიც არანაირი სასწაული ნიშანი არ ქონდა პოლიციის. მე მოვიგებდი ის. ამის გამო მე გამიტაცეს, მე მაწამეს დაყოფილება შემოჭრე, რის შემდეგაც ეს არ იმარეს და კაცი რეჟიმის იზოლატორში გამოვიდეს. და დამაბრალეს პოლიციაზე ძალა. რაც არის სული ასული. და ასაკმეში მე დაზარალებულად მცნეს და აქამდე მოაწეს პოლიციაზე არ გადავიდა. როგორ შეიძლება ასული შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდამცველზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი. როგორ შეიძლება პროკურატურა ერთხელ მაინც არ შეისწეს და ერთი მოქალაქე მაინც არ გამართლდეს. რანაირი პრაქტიკაა ეს? მე ზრუნავ მართალი როგორ არის ეს პროკურორი? დღეს ეს შეიძლება დამაყაროს, მაგრამ ყველას ვერ გავიგო. ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს. ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე. თავისუფლება რეჟიმის წვერებს, თავისუფლება მზია. ჩემი შვილი არის ბორტილებით, მაგრამ არის თავისუფალი. აი ესენი არიან ხელმგანწირებლები და არიან მონები და დარჩებიან მონებად. აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ, აუცილებლად ვაგებინებ პროკურორსაც და მოსამართლესაც.